დღეს ვიღვიძებ სკროლავ ჩვეულებრივად მოკლედ როგორც ყოველ დღე TikTok-ს, Instagram-ს, Facebook-ს ვეძებ სიახლეებს და უცებ ხვდება ისეთი სიახლე. აი თითქოს 13 წლის ბიჭი ვარ და Megan Fox ვხედავ ტრანსფორმერებში, ანუ აი მაგდენად ამაფორიაქებელი სიახლე მხვდება. რომელიც რეალურად სიახლე არ არის, 3 დღის წინანდელი ვიდეო იყო, მაგრამ მე ჩემით გადავაბიდა, ჩემით ავაფორიაქე საკუთარი თავი. მოკლედ, რაზე ვსაუბრობ, მეგობრებო, და გაინტერესებთ. ქალბატონი მაიკლ ჯექსონი ქართული ესტრადის. ქალბატონი ჯეიმს ბრაუნი ქართული ესტრადის. ქალბატონი ბითლზები ქართული ესტრადის. ლელა წურწუმია. ქალბატონი ლელას ვიდეო შემხვდა, რომ თურმე კონცერტი გამართა, მოკლედ 3-4 დღის წინ, სადღაც არ ვიცი, ტერიტორია აღარ გადამემოწმებია, რადგან ეგრევე წავიდი ჩემ ფიქრებში და აი თაფალივით ჩამომესვა მთელ სახეზე და ტანზე ეს ინფორმაცია, რომ ქალბატონმა ლელამ კონცერტი გამართა და კიდევ აპირებს კონცერტებს. რატომ? იმიტომ რომ გამახსენდა ქალბატონი ლელას სიტყვები 1 წლის წინანდელი. სადაც ის მოგვიწოდებდა ხალხს, რომ აბსოლუტურად არ იყო ეხა სიხარულის ჟრიამულის დრო და ყველა უნდა ვდგარიყავით სიცივეში დედის ნაში რუსთაველზე. და რომ მთავრობას აუცილებლად გადავაყენებდით და რომ ჩვენ არ ვიცი, ვენი გულისხმებოდა ჩვენში, მაგრამ ქალბატონი ლელა გულისხმობდა, ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიდა 1 წელი. შეიცვალა აბსოლუტურად არაფერი. და ქალბატონი ლელა დღეს მოგვიწოდებს, რომ ბილეთები ვიყიდოთ მის კონცერტზე. ქალბატონო ლელა, მე მაინტერესებს რა შეიცვალა, რატომ აღარ დგახართ რუსთაველზე და რატომ აღარ მოუწოდებთ ხალხს, რომ იდგნენ ყინვაში და სიცივეში რუსთაველზე და რატომ მართავთ კონცერტებს. თქვენ ელიტისტო ზემოდან მომყურე ქალბატონო. გავიდა თქვენი დრო. მიხვდით, რომ ჩაიარა 2000-იანმა წლებმა, როდესაც ჟურნალებში გბეჭდავდნენ და ჟურნალებით ვგებულობდით ხალხის სიახლეს და მიხვდით, რომ ეხა ინტერნეტის ეპოქაა და უკვე ყველას ფეხებზე კიდია და ყველას ესმის სიმართლე და რა როგორ ხდება ქვეყანაში. მიხვდით, რომ 1 წელი რაღაცები აკეთეთ, ჯერტი თქვენ არც არაფერი გიკეთებიათ, ანუ ამ ახალგაზრდებს აკეთებინეთ რაღაცები, მიეცით мотивация, რომ მიდით აკეთეთ, ჩაიჯვეს და ეხა თქვენ გამოეყავით და ისევ წახვედით კონცერტებზე და მაყუთებზე. გადაამოწმეთ ქალბატონ ლელა თქვენი ბანკის ანგარიშები და მიხვდით, რომ თურმე სტოპ, ეხა ეს აქციები და რამე კი კარგია, მაგრამ აქ იპოთეკა მიწევს, აქ iPhone 17 Pro Max-ის განვადება მიწევს და მოდი დავიკიდოთ ეს ახალგაზრდობა და მოდი კონცერტებს მივხედოთ. გაიაზრეთ ეს ყველაფერი? მიხვდით, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, თქვენ ვერ მიხვდებით მაგას, რა თქმა უნდა, რადგან ისევ ყავთ თქვენ პატივისმცემელი ხალხი სამწუხაროდ, რომლებიც ვერ იაზრებენ ჯერ ყველაფერს, თქვენ რას ჩალიჩობთ და რამდენად ცუდი ხალხი ხართ ეს 2000-იანების ელიტისტი ხალხი. რომ რამდენად მაღლა გგონიათ თქვენ თავი, რამდენად ნოლად მიგვიჩნევთ აბსოლუტურად ყველას, რამდენად ყველას მოგვიწოდებთ, რომ აი ეხა იცოდეთ, ეხა მე მგონია, რომ ეხა ოპოზიცია გაიმარჯვა, ხალხო, გამოდით. უცებ ჩაიჯვა. ხალხო, ის მე იქ არ ვიყავი, კაცო, ღამესი ჩუმე გაფანტე, მე ბატონი ბიძინა მიყვარს მე, ის ხალხი აღარ მიყვარს. ღამესი ჩუმე გაფანტე. თუმეს გონიათ რაღაც სისრულეს ვსაუბრობ, მოდი გადავხედოთ ამ ყველაფერს რა. ბრივია და არახალია.
ძალადობა ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი, ყველაზე დამამცირებელი. თან ძალადობასაც გვაქვს რაღაცა. ძალადობა არის, მაგრამ აი ეს ცემის ხარისხი. როგორ ძალადობ? ამას სახელი არ აქვს, იმიტომ რომ არაერთი ინფორმაცია გაჟღერდა ჯერ მთელი საქართველოს იზოლატორები გადავსებული ამ უკანონო პატიმრებად. მერე აი უკანონო პატიმრები, ძალადობა. ლელაჩკა, გამოუშვეს ეს უკანონო პატიმრები? ანუ ეს ძალადობა მოგვარდა, იმიტომ რომ წინა წელს მაგას იძახდი, რომ აი ესე დეპრესიული და დრამატული ტონით, რომ ძალადობა, ეს უკანონო პატიმრები. ეგ პატიმრები ისევ შედან ციხეში. რატომ მართავ ეხა კონცერტებს? რატომ მართავ კონცერტებს? თუ ესე გული გტკიოდა ამ უკანონო პატიმრებზე და ამ ძალადობაზე. თუ ძალადობდა მთავრობა, თუ უკანონოდ აკავებდა ხალხს, იგივე ხალხი ზის ციხეში. რატომ მართავ კონცერტებს? ადამიანები როგორ უსწორდებიან, რამდენი ადამიანი უტყავს ამ ერთ ადამიანს. ამას სახელი არ აქვს უცხოელად. კი, აქვს ლელაჩკა ამას სახელი. ამ საქციელს ქვია ფული, რომელიც შენ ესე ძალიან გიყვარს და რომლის გამოც აკეთებ ამ ყველაფერს. თორე შენ აი თელი მან რუსთაველზე მდგომი ხალხი რომ დაიხოცოს და შენ თითო დახოცილიდან 30 ლარი შემოგივიდეს, აი მენა ესე დაითვლი რა. არა, მართლა მაინტერესებს, ბიჭო, თუ ვინმე ამართლებთ ამ ადამიანს, თუ ვინმე ამართლებთ ესეთ ელიტისტ ხალხს, რომლებიც ვითომ მოგვიწოდებენ, რომ აი ჩვენ სიმართლის მხარეს კი არ გახართ, ბიჭო, თქვენ გახართ იმ მხარეს, რომელი მხარეც გგონიათ რომ გაიმარჯვებს. და როდესაც თქვენმა მხარემ ჩაიჯვა, მერე გადმოდიხართ აქეთ ამ მხარეს, რომ ნაცებმა ჩავიჯვით, ეხა ისე კოცების მხარეს ვართ, всё, არაფერი არ ხდება, კაცო, ეხა არც ისე ძალიან ურტყავდნენ, ეხა რა მოხდა ვიღაცამ პოლიციელმა ორჯერ დუბინკა დაარტყა ვიღაცას, ნუ რა მოხდა, ეხა რა ძალიანაც არ ტკენია. გამოვა ციხიდან ის ბიჭი. ღამის ზეჩუმა გაპანტენ, ჩუმა დოცნება გამანდეიე. აი ამ ხალხს უჯერებთ, ბიჭო, და მე მინდა გაჩვენოთ კიდე მეორე ესეთი ადამიანი, იგივე კალიბრის, რომელიც ასევე იძახდა, რომ თქვენ თუ ეხა არ გამოხვალთო პროტესტებზეო, ჩვენ რუსეთი დაგვიპყრობსო და ჩვენ რუსები გავხდებითო და მე მინდა გაჩვენოთ ეს ყველაფერი ერთწამი. აგერ ბატონი სტეფანე მღებრეშვილი. აგერ გაჩვენებთ ამ ჩვენი კუდრაჭა სტეფანეს ფოტოს პროტესტიდან, რომელიც, ნუ რა თქმა უნდა, გადაღებულია, როდესაც ყველაზე მეტი ხალხი იყო გამოსული რუსთაველზე, იმიტომ რომ ჩვენ კუდრაჭა ბიჭიც გავიდა მაგ დროს რუსთაველზე და თქვენთან ვარ, რა შვებით ვაყენებთ მთავრობას. მერე ჩაიჯვა და დღეს რა ხდება? დღეს რა შვება ბატონი სტეფანე? 2 იანვარს ბედობის ცეკვა ონორეში სტეფანესთან ერთად. ღონისძიებაზე სტუმრები ცხენებით არ დაიშვებიან. მოდი ფეხით, ანუ იმდენად ბედნიერადაა უკვე ჩვენი კუდრაჭა ბიჭი, რომ უკვე ხუმრობს რა, რომ აი ცხენებით არ მოხვიდეთ. სტეფანე აღარ არის პროტესტების ხალხი ციხეში, აღარ ურტყამენ პროტესტებზე გამოსულ ხალხს ბეჭებში და თავპირში, აღარ ესურიან, რა ვიცი, იმ საწამლავებს, რაც სამტკიცებდით. აუ რატო აგრძელებთ კონცერტებს? როცა წინა წელს თქვენ გამოდიოდით და იძახდით, რომ იცოდეთ, ეს არის ყველა პოლიტპატიმარი და ჩემი კონცერტებში შემოსული ფული გადაეცემათ პოლიტპატიმრებს. დღეს აღარ არის ამ პოლიტპატიმრები? თუ გადახედეთ თქვენ ანგარიშებს და მიხვდით, რომ გიწევთ ეხა რაღაცა ბინის გადასახადი და იპოთეკა და ამ შემდეგ და მოდი პოლიტპატიმრების დედაც და ჩემ თავს მივხედო.
რატო აღარ დგახართ ბიჭო რუსთაველზე? იც მოუწოდებთ ახალგაზრდებს და აგოიმებთ ყველაფერში, რომ ვითომ იცოდეთ ჩვენ გული გვტკივათ, ვის გვტკივათ ბიჭო გული ვიზე? ყველა ფიქრობთ თქვენ ტრაკზე და თქვენ ფულზე. და სადაც უმრავლესობა გგონიათ, იქ დგახართ. როცა გეგონათ წინა წელს რომ ეს უმრავლესობა იყო და იგებდით არჩევნებს და რევოლუცია და ეხა რევოლუციას მოვაწყობთ, იდექით მანდ. როცა ჩაიჯვა ამ ხალხმა, ეხა გადმოხვედით. აი ბიძინამ მოგცეთ აბა ფული. ვინ არ დათანხმდებით? სტეფანი არ დათანხმდება? ლელა წურწუმი არ დათანხმდება ბიძინას ფულს? აი იცი მოდი იცი რა ვქნათ, მოკლედ ჩემი ფულიდან არა, მოდი მართლა რეალურად ვიღადაოთ რა, ჩემი ფულიდან, ჩემი YouTube-ის შემოსავლიდან ვინმე სპეცრაზმელს ვუყიდოთ ერთი ბილეთი, ან ლელა წურწუმიას, ან სტეფანეს კონცერტზე. და აი მივიდეს ეს სპეცრაზმელი და გაატრაკოს ბოლომდე. და მერე ვნახოთ, მერე ვკითხოთ სტეფანეს და ლელას, აი რამდენად აინტერესებდა ვისი ფული შემოუვიდა იმ ბილეთის გაყიდვაში და ანუ აინტერესებს თუ არა ზოგადად ვისი ფული შემოზდის. იმიტომ რომ რა თქმა უნდა კიდიათ. აი სოროს სპეცრაზმელი იჯდეს მაგათ კონცერტზე, თავარია ფული გადაიხადა. ასე რომ ხალხო, ნუ გჯერათ ამ ცუდი ადამიანების რა. მართლა არ მინდა ახლა შეურაცხყოფა მივაყენო, რადგან ლელა წურწუმიას სიმღერებზე გავიზარდე იასნია, მაგრამ როცა გავიზარდე, მაგ დროს არ იყო ინტერნეტი, მაგ დროს არ იყო არაფერი, მაგ დროს იყო მხოლოდ ტელევიზია. ტელევიზიაში მაჩვენებდნენ რომ ლელა წურწუმია კარგი ქალია, უსმინე ლელა წურწუმიას. მე გავიზარდე, ინტერნეტი გავჩითე და ხვდები რომ სტოპ, არც ისე კარგი ქალია. სტეფანე, არც ისე კარგი კაცია. კოცნით მიყვარხართ. ჩაო კაკა.